განსახ კონკურენციას და სწორ რეგულაციებს, როგორი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, ამას გავივლით, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად სამართლებრივ ჩარჩოს, ბაზრის კონცენტრაციას, სამართლიან ფასებს, მომხმარებლის ინტერესების დაცვას და სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმებს. მივესალმები ჩვენ სტუმარს ირაკლი შაკიაშვილს, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ძალიან საინტერესოა ყოველთვის. მე არაერთხელ გამიჟღერებია პირდაპირ ეთერიდან თქვენი უწყების სტუმრობა და ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულწილად საგანმანათლებლო ელემენტებსაც ატარებს, იმიტომ რომ ყოველთვის ვაძლევთ არა მხოლოდ ბიზნეს სუბიექტებს, არამედ მოქალაქეებს, ფიზიკურ პირებს, რჩევებს თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები, რა თქმა უნდა, თქვენი სააგენტოს მეშვეობით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ პირველი შეკითხვით, ძირითადად გამოწვევებზე ვისაუბროთ კონკურენციის კუთხით ქართულ ბაზრებზე და ცოტა რთული შეკითხვაა, მაგრამ უნდა გკითხოთ, რომელ სექტორებშია მაინც ყველაზე მეტი კონცენტრაცია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თქვენი ცნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ. ზოგადად ეკონომიკის ზრდის თანმდევი პროცესი არის ყოველთვის, რა თქმა უნდა, ბიზნესის გამსხვილება, ახალი სუბიექტების ბაზრებზე შემოსვლა თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს თანმდევი პროცესი ყოველთვის გარკვეული ტიპის რისკებს, რა თქმა უნდა, თან ატარებს, ხო? რასაც ასე თქვა, მაგალითად ჩვენი მანდატი მოიცავს, ეს იქნება რაღაც ეგრეთ წოდებული კარტელური ტიპის შეთანხმებების გამოვლენა, აღკვეთა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციების კონტროლი თუ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. აი ამ მიმართულებით რაღაც გარკვეული ტიპის გამოწვევები ეკონომიკის ზრდასთან ერთად ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. გარდა ამისა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რაღაც გლობალური სამყაროს, რაღაც ციფრული მიმართულებაც, რაღაც ახალი ტრენდები და ახალი, ასე ვთქვათ, მიმართულებები, რომლებიც შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გახდება ჩვენი, ასე ვთქვათ, სავარაუდო შესწავლის საგანიც, ხო, ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ბაზრის კონცენტრაცია და ბაზარზე გარკვეული ტიპის პრობლემები ისევ და ისევ იმას თუ ავიღებთ, რომ ბიზნესი ყოველთვის მოგებაზე არის ორიენტირებული და თან ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება რაღაც ბაზარზე კონცენტრაციის დონე, ყოველთვის ეს ვთქვათ, ეს გამოწვევები რჩება და იქნება. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რაღაც სექტორული მიმოხილვის მსგავსიც რო გავაკეთოთ, ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც მთელ რიგ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზრებს მუდმივ რეჟიმში დავაკვირდეთ. ხო, მაგალითად ავიღოთ ნავთობის ბაზარი. ნავთობის ფასი და მისი საბოლოო ფასი ალბათ ყველა ჩვენგანზე ახდენს რაღაც გარკვეული ტიპის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას და ნავთობის საბოლოო ფასის ფორმირების პროცესში მოქმედებს ბევრი როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ცვლადი. ძალიან საინტერესო უბრალოდ ჩაგეძიებით, რომ მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია, ძალიან საინტერესო თემა შეეხებთ, იმიტომ რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი, რომელიც ძალიან სენსიტიურია, პირდაპირ ახდენს გავლენას ინფლაციაზე, იმიტომ რომ დისტრიბუცია მე მგონი ყველა პროდუქტს ეხება, ხომ პირდაპირ თუ ირიბად. შესაბამისად, მე ასევე გავიხსენებდი კონკურენციის სააგენტოს ძალიან ეფექტურ მუშაობას, როდესაც იკვლევდით სულ რამოდენიმე წლის წინ ნავთობის ფასის ხელოვნურ ზრდას, კონკრეტული შედეგებიც ჰქონდათ გამოვლენილი და შესაბამისად ეკონომიკურ სუბიექტებს ჯარიმაც დაეკისრათ. ასე რომ ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ და არ შემეძლო ამისთვის ხაზი არ გამესვა ბოდიში. გავაგრძელებ აი ამ ნავთობის მიმართულებას, ეს ნავთობის საბოლოო ფასის ფორმირების პროცესში, როგორც უკვე გითხარით, რაღაც რამდენიმე ცვლადი მოქმედებს, მათ შორის გლობალური და ლოკალური და ეს ყველა რაღაც ცვლადები და ფაქტორები არის რაღაც ეკონომიკური ბუნებრივი ფაქტორები, ხო? ეს შეიძლება იყოს პლაცის ფასი, რაღაც ვალუტის გაცვლითი კურსი, მე ადგილობრივ დონეზე რაღაც ეკონომიკური აგენტის რაღაცა ტიპის ხარჯები და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი დაკვირვების საგანი, რომელსაც მუდმივად ასეთი ტიპის სტრატეგიულ ბაზარზე ბაზრის მონიტორინგის სახით ვახორციელებთ, არის ის, რომ აი ამ საბოლოო ფასის ფორმირების პროცესში მათ შორის შეიძლება თუ არა კონდეს ადგილი ისეთ ხელოვნურ და არაკონკურენტულ ცვლადს, რამაც შესაძლებელია მერე საბოლოო ჯამში უარყოფითი და ნეგატიური შედეგი მოახდინოს ჩვენზე როგორც საბოლოო მომხმარებელზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის აი ამ სექტორის განსაზღვრის კუთხით ზოგადად სამედიცინო და ფარმაცევტული ბაზრები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაღაც ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ ბოლო წლებში. ეს შეიძლება მაგალითად იყოს მონიტორინგი ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც გავიცით რაღაც რამდენიმე რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არის შესრულებული, რაც ძალიან კარგი და საინტერესოა, მათ შორის თუნდაც ავიღოთ რაღაც რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი, რომელიც ჩვენთან დაინერგა.
და მოკლებების მიმართულებით ფარმაცევტულ და სამედიცინო ბაზარზეც ჰქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოვავლინეთ იგივე რაღაც კარტელური ტიპის შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტა გამოყენება. ნავთობზე ასევე ფარმაცევტულზეც ასევე ფარმაცევტულ ბაზარზეც და აი მიმდინარე რეჟიმშიც ჩვენ ახლახანს დავიწყეთ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი, რომელზეც ასევე დავაკვირდებით აი იმ რაღაც საბოლოო ფასის ფორმირებაში რაღაც გარკვეული ტიპის ხელოვნური და არაბუნებრივი, არაკონკურენტული ტიპის რაღაც ინდიკატორებს. ირაკლი, რა ნაბიჯები იგეგმება მონოპოლიებისა და ფასების ხელოვნური ზრდის პრაქტიკის აღსაკვეთად? თქვენ გარკვეულწილად ახსენებთ, რომ თქვენ მუდმივ მონიტორინგს ახორციელებთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა სიღრმისეულად მინდა გითხოთ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით. სააგენტო 2014 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მას ესე სრული კარდ ბლანში, რასაც ქვია 2020-21 წლიდან გქონდა, ხო? ეხლა შეუძლებელია 4 და 5 წელიწადში მივიღოთ ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა, გნებავთ კარტელების მიმართულებით და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით, შეუძლებ ესეთ პრაქტიკა არ არის, ეს განგრძობადი პროცესია. სხვათა შორის ბატონმა ირაკლიმ სააგენტოს ხელმძღვანელმა 2 დღის წინ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ მინდა გკითხოთ, გარდა მონიტორინგისა, ამ სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილში არის იგეგმება თუ არა რამე, რომ მოხდეს უკეთესად ამ ყველაფრის მონიტორინგი თუ აღსრულება? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. რამდენიმე მიმართულებად შევეცდები, რომ თქვენი ესე თქვა შეკითხვა ჩავშალო. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ზოგადად ესე თქვა დომინანტური და მონოპოლიური მდგომარეობის ქონა ბაზარზე თავისთავად არ წარმოადგენს დარღვევას. აქ არის მთავარი შესაძლებელი ის ფაქტორი, აი ამ საბაზრო ძალაუფლებას ეკონომიკური აგენტი რამდენად ბოროტა და არაკონკურენტულად იყენებს, ხო? აქედან გამომდინარე, გარდა აი ამ სტრატეგიულ ბაზრებზე დაკვირვების მიმართულებისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის აღსრულების მიმართულებით, ასე ვთქვათ, სააგენტოს ჩართულობაც, ხო? აქედან გამომდინარე, გარდა ასე ვთქვათ, კანონით გათვალისწინებული რაღაც მონიტორინგების და მოკვლევებისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად მომხმარებლისა და ბიზნესის ცნობიერებას, მათ ინფორმირებულობას და მათ მომართვას სააგენტოსადმი, რომ თუ რაღაცა ტიპის გარკვეულ რაღაც ხელოვნურ ბარიერს, ხელოვნურ პრობლემას ხედავენ, რომ მოგმართვან ჩვენ შესაბამისი წესები და ჩვენს შემდგომ ამაზე გქონდეს რეაგირება. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მეტი ინფორმირებულობა არის საუკეთესო გამოსავალი, რომ თავიდან ავიცილოთ და მოვახდინოთ აი ასეთი ტიპის დარღვევების პრევენცია. რაც შეეხება საკანონმდებლო დაახლოებას და ეფექტურ და ეფექტიან საკანონმდებლო ჩარჩოს, თქვენ სწორად ახსენეთ 2020 წელი იყო ის რაღაც გარდამტეხი და გადამწყვეტი წელი, რის შემდეგაც ჩვენი უფლებამოსილებები, მათ შორის ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იგივე ბაზარზე დაკვირვების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა. და აი ამ მიმართულებით ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და გამოყენებას ასე კონკურენციის აღსრულების პროცესში და შემიძლია ვთქვა რომ დღეს თუნდაც იგივე 2020-ის ცვლილებებიდან გამომდინარე და შემდგომ კვლავ ჩვენს მიერ განხორციელებული რამდენიმე დამატებით ცვლილებებიდან გამომდინარე იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები თუ რაღაც ჩვენი უშუალო რაღაც პროცედურული მიმართულებით ცვლილებები ვფიქრობ რომ ბიზნეს ან თუნდაც ინვესტორს რომელიც შემოდის ქართულ ბაზარზე ვთავაზობთ საუკეთესო ასე ვთქვათ საერთაშორისო მოდელს რომელიც არა მხოლოდ მატერიალური და რაღაცა სტანდარტების დონეზე არის დაახლოებული მაგალითად ევროკავშირის კანონმდებლობასთან, არამედ უშუალოდ პროცედურულ დონეზეც და აი ბიზნესისთვის ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთის მხრივ მას აქვს რაღაც გარკვეულწილად სანდოობისა და პროგნოზირებადობის განცდა, რომ როდესაც შემოდის ინვესტიცია, უცხოური ინვესტიცია ქართულ ბაზარზე, მას რაღაც არ დახვდება რაღაც განსხვავებული თამაშის წესები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირში ან ამერიკაში ან ასე შემდეგ. კი ბატონო, აუცილებლად უნდა გკითხოთ საერთაშორისო კონკურენციის პრაქტიკებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ალბათ რეგიონის ქვეყნებიც, არა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც, კანდიდატ ქვეყნებშიც და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმეტესობაში გვაქვს მათთან შედარებით ძალიან კარგი პრაქტიკა. თუმცა რომელ პრაქტიკას გამოვყოფდით მაინც თუ არსებობს ესეთი პრაქტიკა
გასაგებია რომ განსხვავებულია ეკონომიკური სტრუქტურები, რა თქმა უნდა განსხვავებულია პრაქტიკები. თქვენი შეფასებით რომელია ის პრაქტიკა, რომელსაც ყველაზე დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენზე და რომლისკენაც მივისწრაფით. როგორც კარტელების დაკვირვების მიმართულებით უფრო მსხვილად, ასევე მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით. მადლობა შეკითხვისთვის, საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა. კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ზოგადად ევროინტეგრაციის გზა ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის სამართლის განვითარებისათვის, მათ შორის და თქვენ სწორად ახსენეთ, რომ აღმოსავლეთის გაფართოების ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ძალიან კარგად პოზიციონირებს აი ამ მიმართულებით, ეს იგივე გამოიხატება თუნდაც რაღაც სხვადასხვა ტიპის პერიოდული შეფასების სისტემებითაც, თუნდაც მაგალითად ევროკავშირის შეფასების კუთხით, ხო? ამასთან დაკავშირებით ეს ჩვენი რაღაცა ახალი ჩვენს მიერ დანერგილი სტანდარტები და ჩვენს მიერ დანერგილი პრაქტიკა შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც ბოლო წლებში რაღაც გარკვეული სახით არის აღიარებული. მაგალითად, მსოფლიო ბანკის რაღაც კონკრეტულ კონკურსში ჩვენმა რამდენიმე ინიციატივამ გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სამართლებრივი დაახლოების მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მაგალითად, აი თუნდაც იგივე აღსრულების პროცესში ყოველთვის ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ის საუკეთესო რაღაცა ევროპული და ევროკავშირის სტანდარტი. მაგალითად, გქონდა ბოლოს რამდენიმე кейსი, რომელიც ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, კერძოდ რაღაც ბაზარზე არასამართლიანად მაღალი ფასების დაწესებას, ერთი იყო რაღაც ფარმაცევტულ სექტორში, ხოლო მეორე ავტომობილების რეალიზაციის სექტორში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ასე მთლიანი პრაქტიკა და ჩვენი კანონმდებლობა არის სრულიად შესაბამისი იმისა, რაც არის რაღაც ევროკავშირში. დიდი მადლობა. უნდა ორი სიტყვით მცირე შესავალი გავაკეთე ბოლო შეკითხვაზე და ამით უნდა დაგემშვიდობოთ და დავემშვიდობო მაყურებელს. ჯანსაღი ეკონომიკური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის აბსოლუტურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როდესაც რაც კონკრეტული ქვეყნებიდან ან ქვეყნების ჯგუფიდან მოდის, უყურებს ძალიან ისე სიღრმისეულად ადგილობრივ ბაზარს და ბაზრის კონიუნქტურას. ხომ ასეა? სადაც ჯანსაღი კონკურენცია, იქ რა თქმა უნდა მეტი ინვესტიცია მოდის და უფრო ჭარბად მოდის. აი ამით მინდა გკითხოთ, სად არის კერძო სექტორის როლი? გასაგებია რომ თქვენ ერთის მხრიდან უწყება მუშაობთ, კერძო სექტორის როლი აი ამ საერთო კონკურენციის სიჯანსაღის გამოკეთებაში, ანუ სად არის მათი როლი და სად არის მათი პასუხისმგებლობა, რომ საერთო ჯამში უზენაეს მიზანს მივახციოთ, რომ გავხდეთ განვითარებულიდან განვითარებადი ეკონომიკა. შევეცდებით ძალიან მოკლედ უპასუხოთ თქვენ შეკითხვას. პირველ რიგში მართალი ხართ, რომ ეს თქო პირდაპირ უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი შემოდის ჩვენ ბაზარზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გარემო იყოს სტაბილური, გარემო იყოს სანდო და გარემო იყოს პროგნოზირებადი. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ეს სამართლებრივი სტანდარტების დაახლოება და შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის როლს, ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბიზნესთან გქონდეს ღია დიალოგი, ხო, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, არსებობს თვითონ სამართლებრივ ჩარჩოშიც რაღაც გარკვეული ტიპის თანამშრომლობის მექანიზმები, ხო? მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობის პროგრამა, თუ მაგალითად რაღაცა ბიზნეს სუბიექტი ჩართულია რაღაც კანონსაწინააღმდეგო გარიგებაში, იგი თუ რაღაც შეწყვეტს ამ ქმედებას და მომართავს სააგენტოს, იგი მთლიანად სრულად თავისუფლდება სანქციისგან. ასევე შეიძლება იყოს თუნდაც პირობითი ვალდებულების აღების მექანიზმი. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო кейსი დავასრულეთ ასე, რომ რაღაცა შემოვიდა გარკვეული ტიპის საჩივარი კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ რაღაც გარკვეული ტიპის ქმედების განხორციელებაზე და მოკვლევის დაწყების გარეშე მეორე მხარე მიკისრა რაღაც კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულება და შესაბამისად რაღაც ყველა მხარე დარჩა გარკვეულწილად კმაყოფილი და მათ შორის ჩვენც რომ ჩვენც შევძელით რაღაც მოკვლევის პროცედურის და სანქცირების გარეშე კონკრეტული შედეგის მიღწევა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აი ეს ბიზნესის ღიაობა, ბიზნესის ჩართულობაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედებს თემატიკა მოიტანა და აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენად იზრდება ის კონკრეტული პრაქტიკა, როდესაც
კონკურენციის სააგენტო ერევა კონკრეტულ საქმეში, თუნდაც მომხმარებლის დაცვის ნაწილში და ანუ ის კულტურა, რომ ჩარევის შემდეგ სწრაფად გვარდება ეს პრობლემა. რამდენად იწელება პროცედურულად, მაგალითად, ეკონომიკური სუბიექტი უარს ამბობს კონკრეტული სანქციის შესრულებაზე პირველ ეტაპზე და გადადის შემდეგ უკვე რთულ ეტაპებს, უფრო შემდგომ ეტაპებს. ანუ რამდენად იცვლება ეს კულტურა, რომ გრძნობენ ბიზნესები, რომ არსებობს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო და მათი ჩარევის შემდეგ სწრაფად გვარდება პრობლემა. კი ბატონო, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ეს კულტურა უფრო ფართოდ და ღრმად არის დანერგილი. ჩვენ кейსების უმეტესობა შეიძლება ითქვას, რომ თავდება მოვაჭრის მიერ კონკრეტული პირობითი ვალდებულებების აღებით, რომელშიც გულისხმობენ რაღაც კონკრეტული სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორებას და მომხმარებლის დარღვეული უფლების გამოსწორებას. რაც შეეხება კონკურენციის მიმართულებას, ბოლო პერიოდში უკვე არსებობს ისეთი ტრენდი, რომ მაგალითად უკვე ვახსენე პირობითი ვალდებულება და თანამშრომლობის პროგრამა, როდესაც ბიზნესი არის უფრო მეტად ინფორმირებული, მათ შორის შესაძლებელია ჩვენთან ასე თქვა დიალოგისა და ჩვენი მუშაობის შედეგადაც და ყოველთვის რაღაცა ბოლო პერიოდში ცდილობენ რომ რაღაც მოკვლევის არ გადაიზარდოს მოკლედ ეს საკითხი რაღაც მოკვლევაში, იმიტომ რომ ჩვენი კუთხით მოკვლევა რაღაც გარკვეულ დროსთან არის ხო ასოცირებული, შეიძლება იყოს 6 თვე, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე და მისი შედეგები ეს ერთი შეხედვით მხარეებისთვის შეიძლება არ იყოს პროგნოზირებადი, ხო? და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია დადებითი კუთხით კონკურენციის მიმართულებითაც მათ შორის უკვე დაძრულია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ფაქტობრივად ძალიან ინფორმატიულად ჩატირეთ ირაკლი, აბსოლუტურად ყველაფერი შევეხეთ ბევრ თემას და ვფიქრობ, რომ ხშირად ვიძახი ამას, რომ თქვენი დიდი ინექციები საჭიროა თქვენ გქონდათ გარკვეულად ღონისძიებები შემიძლია დავარქვა, როდესაც არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში ვცდილობდით, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გაგევრცელებინათ ინფორმაცია. ჩემი აზრით, მეტი არის საჭირო, იმიტომ რომ სანამ პირადად არ დადგები პრობლემის წინაშე თქვენს სამსახურს განსაკუთრებით ბატონ ამათის მოვიკითხავ, აქედან სანამ საკუთარ თავზე არ გამოსდი, ძალიან რთულია შორიდან შეაფასო ხოლმე რაღაცა პროცესები ან რაღაცა ახალი რეგულაციის ან კანონმდებლობის დანერგვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოპერირება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ თქვენი მანდატის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ თქვენს უზენაეს მიზანს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, სტაბილურ გარემოს საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებას და მეორეს მხრივ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდას. დიდი მადლობა, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ირაკლი შაკიაშვილი იყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.